ჯიმში ვართ უკვე მოვედით, ეხლა დამაუცა გადამიღოთ, ეხლა გადავიღებ აქ ცოტას ბევრი ხალხია ძალიან, მაგრამ არა უშავს სამი კვირის მერე ეხლა ვარჯიშობთ, ფაქტობრივად არ გვივარჯიშია. რატომ? იმიტომ რომ რეკუპერაცია არ ქონდა. კვირაში 3 დღე ვარჯიშობდით და ძალიან ცუდი რეკუპერაცია ქონდა და ადრე ვარჯიშობდით 4 ან 5 დღე კვირაში და ეს თუ ვერ იმატებთ წონაში და რეკუპერაცია გაგივარდათ ეს იმიტომ რომ ანუ დესკა გაგჭირდებათ აუცილებლად. ან კიდევ საკვებს არ ჭამთ საკამარის ასე ვთქვათ, მაგრამ მე ამჟამად საკმაოდ ძალიან დურს ჭამდი, ანუ საკამარის ჭამდი 1500 კალორიას ჭამდი, მაგრამ ოპერაცია გამივარეს და დიდი ხანი რაც გაზრდაზე ვარ და ყოველთვის რაც ქონდა დასვენება, შესვენებას ასე ვთქვათ, მიკროციკლი რაც მიმთავრდება ვარჯიშის, ასე ვთქვათ, პლინტი ასე ვთქვათ, რამდენიმე თვის მერე ყოველთვის მაგდეს კარგა, კვირა ნახევარი ან 2 კვირა და ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე ანუ რილერთით, რილორით, ასე ვთქვათ, ორგანიზმს დაისვენოს. მაგრამ კარგად ვარ ვაკეთებდი და ვითომ რომ ამჭირდებოდა, ხან ერთი კვირა ვაკლებდი და ხან რილერზე ვაკეთებდი უფრო და თითქმის რილორს ვაკეთებდი და მაგიტომ რამდენიმე წლის მერე უკვე ორგანიზმა გაჭირდა ასე ვთქვათ. და დღეს გვაქვს პირველი დღე, 3 კვირის მერე. თუ დღეს გავაკეთეთ დღეს რო ვარჯიშებთ, ანუ რილერთით ვარჯიშობთ, რილორი ვარჯიშობთ და თუ დღეს გავაკეთეთ, დღეს არა, ხვალ ზეგ შევხედავთ, თუ გავაკეთეთ რეკუპერაცია ამ კუნთის ზურგის, ამ მკერდის და ხელების მხრის, ესე იგი, ანუ რაც გავაკეთეთ, ანუ ეფექტი ქონდა, ან კიდევ შეიძლება თუ ეფექტი არ ქონდეს, იგნოს ეკემა გავაგრძელოთ და კიდევ გვჭირდებათ, მაგრამ მე მგონი რომ სავარაუდოდ ანუ საკმარისი არის რაც გავაკეთე. დღეს აბა როგორ ვარჯიშებთ, რამდენი წონებს ავწევთ, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ რომ მეტი წონები უნდა ავწიო. უფრო ანუ ფაქტიურად 3 კვირა არ მივარჯიშია. ერთი კვირა ვივარჯიშე 2 დღე და მეორე კვირაც ვივარჯიშე 2 დღე თუ არ ვწდები, ოღონ 2 სერიებს ვაკეთები თითო კუნძზე და ანუ რილორით ვაკეთები, ასე ვთქვათ, 2-ს ვინახავდი და იმის მერე აღარსად აღარ მივარჯიშია, კვირა ნახევარია, სვაფში ხელი არაფერი გამეკეთებია და ეხლა გავაკეთებთ მკერდს და გავიგებთ როგორ ენერგიაზე ვართ. დავიდით. აქ ვართ ახლა ინკლინებული პრესი. აქ ანუ მეწონაზე რა ვართ, აქ ვართ დაბარაში შეგძნები გვაქვს, ეხლა გავაკეთებ დაბარაში და 40 კილო მაქვს დადებული. მეტი არ დავუვდე, იმიტომ რომ რილორით ვაკეთებ. დიდი გაკეთება მინდა 40 კილოთი. I just wanna stay bad, stay mad, chip on my shoulder cause they treat me like an outcast. I ain't gonna take that, stay back, I'll be swinging hard till the hits come in all caps. I ain't gonna lay back, pray that someone's gonna help me, ain't nobody like that. არა უშავს, ანუ როგორ დაიგეთ გავაკეთეთ. გადარჩენილი მაგ ტოპსეტი, ბაკოფი პროფილად იგივე 2 სერია და გადავალთ მე მხარზე. მხარს გავაკეთეთ 2 სერიას რილორით ან რილერთით შევხედავ და ვნახოთ რომ ის გავაკეთეთ. That's all fact, give me one shot and I'll never get the throne back. I'm sick of being cautious, I'ma go cause something, can't stop this. I'ma steal everybody's lane, call it shoplift. Sick of hearing everyone complain when they thoughtless. Taste the pain, it's like candy canes. It makes me go change into a better frame, into a better name. Society's insane, we all live for fame. Yeah. Cash in the bag, stadium packed. Born a rock star in this life, gonna live it up on the attack. Baby, I'm bad, I just wanna get caught up in this life. I'm crazy, I'm mad, do it no cap. Only God wants you, better go live it up. Cash in the bag, stadium packed. Baby, I'm bad, baby, I'm bad. Surprise ვაკეთებ 80 კილოთი, ვილსამს ვაკეთებთ, ანუ 8 უნდა გავაკეთო და 3 შევინახოთ. ნახოთ აბა რა გამოვა. ცოტა ცნური შეგრძნება გვაქვს, მაგას ნიაღი შეგრძნებები გვაქვს და რატო გვაქვს. უწოდა მეორე გადაჯორდინებული დაწევა, მაგრამ დაკავებული არის. გავაკეთებ აქ და მე გავაკეთებ იქ. აქ გვაქვს 2 სერია და მე რილორით მაგავაკეთოთ 60 კილო გვაქვს, ანუ 60 კილო ბრასი.
up on the attack. Baby, I'm bad. I just wanna get caught up in this life. I'm crazy, I'm mad. Do it no cap. Only got one, so you better go live it up. Cash in the bag, stadium packed. Baby, I'm bad. Baby, I'm bad. რისიც მეშინოდა სტადის მოხდა. ამას არ ველოდი შემოძლებ ხათ. მე გიხსნით რატო. რილსამი და რილორი ხათ ტოპ-10 გვაქვს რილსამი და როკოფი გვაქვს რილორი. ეს მაქვს ბოლო მაგალითი, მაგრამ იმდენად ნუ იმაქ მოშინეიდო ანუ ვერაფერ ვაკეთებ. ყველა რაც მინდა გავაკეთო, ყველა მარტო იმას აკეთებ ხალხი. ძალიან არგულად ვაკეთებ. რიქს ვერ ვიცა. ძალიან რო იმაქ მაგაზინში და რაც არის არა უთავს. აქ გავაკეთებ 20 კილო დავიწერე. ინკლინაცია 60 გრადუსი აქვს და მაგას გავაკეთებ რილსამი. ანუ 7 და უნდა გავაკეთო, 7 უნდა გავაკეთო, მაგას და უნდა გავაკეთო. მაგრამ მეორე მაქვს რილორი, ბაკოფი და ანუ მაგით დავიწერე 20 კილო. This life, gonna live it up on the attack. Baby, I'm bad. I just wanna get caught up in this life. I'm crazy, I'm mad. Doing no cap. Only got one, so you better go live it up. Cash in the bag, stadium packed. Baby, I'm bad. Yeah. Baby, I'm bad. I just wanna stay bad, stay mad. Chip on my shoulder cause they treat me like an outcast. I ain't gonna take that, stay back. I'll be swinging hard till the hits come in all caps. I ain't gonna lay back, pray that someone's gonna help me. Ain't nobody like me. Baby, I'm bad. Baby, I'm bad. Baby, I'm bad. Baby, I'm bad. სახში ვართ უკვე მოვედით ანუ ძალიან გაბრაზებული წამოვედით ჩიმიდან შემიძლია გითხრათ რაც ხონდა გასაკეთებელი ანუ მკერდი და მხარი ძალიან ავურიეთ რიგი იმიტომ ხონდა კაერდი მხარი მაგრამ მხარებშიც და მკერდშიც ძალიან ავურიეთ იმენა ძალიან ავთქვეთ ყველაფერი ძალიან არ გამისწორა მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა რომ ჯიმი გვეკეტებოდა და მაგიტო ძალიან გაბრაზებული გამოვედი შემიძლია გითხრათ ჯიმიდან ვერც ვერაფერი აქვს წერე ბოლოს ანუ ვეღარ გავაკეთე რომ გამეკეთებინა თან სხვაიც უარიშობდნენ ხელი არ შემეშალა და მარტო გადავიღე ძალიან არიულად გადავიღე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. თან ახლა ადაპტაცია აქვს ზოგადად ვარჯიშებზე, ანუ დედათაც არ გამიტყდა და არ დაველოდე და არ წამოვედი, თორე წამოვედი და სხვა დროს გავაკეთებდი, სხვა დროს ვარჯიშებდი. მე შინოდა რაც მოხდა, სიმართლე გითხრათ, სამი კვირა რო გავჩერდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, რის მე შინოდა, რატო ახლა გიხსნით, რომ დესადაპტაცია გამეკეთებინა, ანუ ვარჯიშების მიხედვით, ასე ვთქვათ, რასაც ვაკეთებთ. დესადაპტაცია გავაკეთეთ მაგალითებს აკავშირებით, მოძრაობები ისე უცოტა გვეუხერხულება სამი კვირის განმავლობაში, იმიტომ ძიწვენებს რო ვეწევ თავისუფლად არა ვართ, მაგიტომ არა უშავს. რატომ გავაკეთე მასე? მირჩევნია ეს გამეკეთებინა, იმიტომ რომ კვირაში ადრე ვარჯიშობდი 5 დღეს, 4 დღეს და რეკუპერაცია მქონდა 100%, 90%, მაგრამ ეხლა რაც ბოლო 1 თვის განმავლობაში ვეღარ ვაკეთებდი რეკუპერაციას, ენერგია არ მქონდა 100%, ასე ვთქვათ, 3 დღეს ვარჯიშობდი, რეკუპერაციას ვერ ვაკეთებდი, გადატვირთული ვიყავი კვებითაც, ასე ვთქვათ, ჩემი ცენტრალური სისტემა გაჭედვაზე იყო და მაგიტო გავაკეთე დესკარგა, მთლიანად გავაკეთე, ანუ 3 კვირის განმავლობაში რაღაცა ხელი ვივარჯიშე, სიმართლე გითხრათ და ბოლო კვირა ნახევარი ვაფშე არაფერ არ გამიკეთებია, რომ დესადაპტაცია გამეკეთებინა ყველანაირად, ანუ ორგანიზმი დაესვენა და დაგვიწყო ისე გაგვგზელებინა მოკინო წონაში მომატება. წინა წელს 10 კილო მოვიმატე, ვიმატებდით კიდე 2 წელი რაც გვაქვს მომატება. კიდე ვიმატებდი
წონას, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან შევამცირეთ წონის მომატება და ანუ ძალიან გავჩერდით. ბოლოს მოვიმატეთ, მაგრამ მე უკან ვერ შვებოდი ისე და მე ანუ უკვე ვეღარ ვჭამდი საჭმელთაც. კუნძულთლავის პრობლემა შემეფნა ძალიან უფრო ვჭამდი, ასე ვთქვათ. ვეღარ ვამუშავებდი და მაგიტომ შევცვლი ახლა გეგმას. შამის მერე შევჭამ რა ხან ვერ ვჭამ ახლა. ნაკლებ ფიბრა შევჭამ, რომ ორგანიზმმა მალე გადაამუშავოს, ანუ თეთრ ბრინჯს შევჭამ, ასე ვთქვათ, ინტეგრალს აღარ შევჭამ და რაღაცეები დიეტებს შევიყვან, მაგას მე აგიხსნით. შედეგები კიდე რაღაცეები შევცვალე, სუპლემენტაცია უნდა გამოვიწერო, მაგრამ დღეს რაც იყო ეს ყველაფერი გადავიღე მკერდი, თავიდან კარგად დავიწყე, მე ვეღარ ვვარჯიშე და ახლა ბრინჯი მაგ დარჩენილი საჭმელი 230 გრამს შევჭამ, ქათმის ფილი მაგ დარჩენილი 140 გრამი და всё, ეს არის და ეს. კიდევ ახალი გეგმა მაქვს, ტლინტი მაქვს ვარჯიშის ახალი შედგენილი, მაგრამ სანამ მორჩები რეადაპტაციას ეხლა თითკვირას მორჩები იქამდე არ გაგიმხელთ, ჩას თქვა, ჩემს ვარჯიშებს, რანერად ვივარჯიშებთ, ძალიან ბევრი რაღაც შევცვალე, რადიკალურად შევცვალე ჩემი ვარჯიშის გეგმა. მაგით მინდა რომ უფრო მეტი ვივარჯიშო, მაგიტო გამოიწერეთ გური დაალაიქეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ თქვენ თუ იცით ამ ყველაფერს, რასაც გელაპარაკებით. ეს რაც არის, შემიძლია გითხრათ, მწვრთნელებმა არ უნდა რომ გითხრან, არ უნდა რომ იცოდეთ, იმიტომ ეს არის ძალიან კარგი ინფორმაცია, იმიტომ რომ მწვრთნელები ესე ვარჯიშობენ. აქ ესპანეთში ნატურალური ხალხი მასე ვარჯიშობს. ეს არის ძალიან კაი ინფორმაცია, მაგიტომ მომაქ ეს ინფორმაცია, რომ თქვენ ისწავლეთ ვარჯიშები. მწვრთნელი არ დაგჭირდეთ. მწვრთნელი რა თქმა უნდა დაგჭირდებათ, იმიტომ რომ მწვრთნელი გაგიგებთ მერე რა კუნთის და თქვენი სხეული როგორ არის და როგორ აგეწყოთ ვარჯიშები, მაგრამ ვინც ვარჯიში არ იცის და არ იცის რა როგორ გააკეთოს და მწვრთნელის ფული არ აქვს, ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან დიდი ძირი ფუძი, ასე ვთქვათ, რომ ვარჯიში დაიწყოს ადამიანმა აქედან. შევჭამ ბრინჯს, ქათმის ფილეს შევიწვავ და დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დააკომენტარეთ.